ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ოფიციალურად ემზადებიან მასშტაბური სახმელეთო შეჭრისთვის. მაღალი დონის საიდუმლო ესკალაციის ფარგლებში პენტაგონმა ახლახან გასცა ბრძანება ელიტარული სპეციალური დანაყოფების, საჰაერო დესანტების და ათასობით საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი საზღვაო ქვეითების არმადის პირდაპირ ირანის სანაპიროზე გაგზავნის შესახებ. 17,000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცის პოზიციებზე გადასვლით, ვაშინგტონი ახლა ჩუმად ამზადებს საშიშ ამფიბიურ იერიშს. რისთვისაც ირანელები მზად არ არიან. მოდით გადავხედოთ ამ განლაგებას და იმას, რაც ვიცით. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლახან გამოაცხადა, რომ GM USS ტრიპოლიზე მყოფი მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები უკვე რეგიონში ჩავიდნენ. ეს დანაყოფი მოიცავს სატრანსპორტო თვითმფრინავებს, დამრტმელ გამანადგურებლებს და ამფიბიურ იერიშის საშუალებებს. გარდა ამისა, მას ჰყავს დაახლოებით 3,500 ადამიანი, მათ შორის არიან მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები. ამ ჯგუფს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მათ შეუძლიათ დაარტყან ირანის ბირთვულ ობიექტებს და გაიტანონ გამდიდრებული ურანი. მათ შეუძლიათ ამფიბიური იერიშით გადმოსხდნენ კარგის კუნძულზე, ან დაიკავონ კუნძულები ჰორმუზის სრუტეში, რათა ირანის საზღვაო ძალები ბლოკადისგან მოწყვეტონ. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს ადვილი იქნება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ძალების ჩამოსვლასელია. არსებობს ხმები, რომ მე-11 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, რომელიც ბოქსერის ამფიბიური ჯგუფის ნაწილია, შესაძლოა გაძლიერებისთვის მოვიდეს. გარდა ამისა, ჩვენ ახლახან გავაშუქეთ, რომ 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის 1500 პარაშუტისტი მიემართება რეგიონში. ეს არის ის, რასაც პენტაგონი ოფიციალურად ადასტურებს. მაგრამ რაც მათ არ დაუდასტურებიათ, ეს არის Wall Street Journal-ის ახალი ანგარიში. ამის მიხედვით, პენტაგონი განიხილავს რეგიონში დამატებით 10,000 სახმელეთო ჯარისკაცის გაგზავნას. ეს დამატებითი იქნებოდა იმ 7,000 საზღვაო ქვეითსა და პარაშუტისტზე, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ახალი ძალების საერთო რაოდენობა დაახლოებით 17,000 იქნება. და ეს დამატებით იმ 40-დან 50,000-მდე ჯარისკაცზე, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ირანზე მიმდინარე დართვებში. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. და სწორედ ამიტომ აინტერესებთ ხალხს, რა გეგმებია. სინამდვილეში, სულ 2 დღის წინ სახელმწიფო მდივან მარკ არუბიოს პირდაპირ ჰკითხეს ამის შესახებ. რატომ გადაჰყავთ ამდენი ჯარი რეგიონში? რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა სახმელეთო ოპერაცია? მოდი მოусმინეთ მის პასუხს. ბატონო, ჯარები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იგზავნება. რა როლი შეიძლება კონდეთ მათ გარდა იმისა, რომ გზა მოამზადონ შესაძლო სახმელეთო შეჭრისთვის? და როცა რამდენიმე კვირაზე საუბრობთ, გაწუხებთ თუ არა ის, რომ ეს შეიძლება ასე შეშოს ჩაგდოს ხანგრძლივ კონფლიქტში? ბოდიშს გიხდით იმ ტიპის კონფლიქტში, რომლის თავიდან აცილებასაც დონალდ ტრამპი დაფირდა პრეზიდენტობისას. ეს არ იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი. თომ, მიზნები, რომლებიც შენთვის ჩამოთვალე, კიდევ ერთხელ დავიმეორებ, რადგან ვხედავ ამ ანგარიშებს. თითქოს სხვა ადამიანებს არ ესმით რა არის მიზნები. ჩვენ შესაძლოა პირველივე ღამიდანვე მაქსიმალურად მკაფიოდ ვამბობთ, რა არის ამ მისიის მიზნები. ჩვენ გავანადგურებთ მათ ქარხნებს, სადაც რაკეტებსა და დრონებს ამზადებენ. ჩვენ გავანადგურებთ მათ საზღვაო ძალებს. ჩვენ გავანადგურებთ მათ საჰაერო ძალებს. და ჩვენ მნიშვნელოვნად გავანადგურებთ მათ რაკეტსატვორცნებს, რათა ვეგარასდროს დამალონ ამ ტექნიკის უკან, ბირთვული არ არის მისი საღებად. ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ, უკვე ვაღწევთ ამ ყველა მიზანს. უმეტეს ნაწილს გრაფიკზე წინ ვართ. და ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ ამ მიზნებს სახმელეთო ჯარების გარეშე, სრულიად გარეშე. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება განლაგება, პირველი მიზეზი არის შემდეგი. პრეზიდენტი უნდა მოემზადოს სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის, რომელთა განხილვასაც ახლა არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ, გირჩევთ მიმართოთ ომის დეპარტამენტს, რომელიც ალბათ ზუსტად იმავეს გეტყვით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი მიზნის მიღწევა სახმელეთო ჯარების გარეშე. თუმცა ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ პრეზიდენტს მივცეთ მაქსიმალური არჩევანი და შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს ნებისმიერ სიტუაციაზე. მან ეს არ უარყო და ეს აღსანიშნავია. კიდევ ერთი მინიშნება თავად პრეზიდენტი ტრამპისგან მოვიდა. გუშინ მან გამოაქორტმა ეს განცხადება, სადაც ყველას მოუწოდა ეყურებინათ ეს კონკრეტული გადაცემა Fox News-ზე. იფიქრებდით, რომ ის ამ გადაცემას რეკლამას უკეთებდა იმიტომ, რომ თავად უნდა მიეღო მონაწილეობა ან ინტერვიუ მიეცა, მაგრამ ზუსტად ასე არ მოხდა. გადაცემა რეალურად ხსნიდა, რატო შეიძლება გახდეს საჭირო ასე შეშოშოს სახმელეთო ჯარების გამოყენება არა სრული შეჭრისთვის, არამედ მიზანმიმართული ოპერაციისთვის. თავად მოусმინეთ ერთ ამონარიც. ეხლა, სანამ ამას გაჩვენებთ, უბრალოდ აპად შეგასცენებთ. დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში. და ეხლა ვთავაზობთ ამ სეგმენტს. სახმელეთო ჯარები. მან თქვა, რომ სახმელეთო ჯარები არ იქნებოდა. არც ერთ საარჩევნო სიტყვაში არ მახსოვს ეგ. მაგრამ რატომ დაგჭირდება ადგილზე ჯარები? ამისთვის ბევრი მიზეზია. და 300,000 ჯარისკაცი არ დაგჭირდება. ეს ურანიცაა, აგრეთვე. უნდა მოვიპოვოთ ურანი.
თუ მისი განადგურება შეება შეუძლებელია, თუ მისი შეცვლა შეუძლებელია, უნდა მოვიპოვოთ იგი. იმ მიზეზით, რაც ახლა ხამთქვი, შეგიძლია ბინძური ბომბები შექმნა. და დროთა განმავლობაში მაინც შეგიძლია შექმნა დახვეწილი რაკეტა, ასე რომ უნდა მიხვიდე ურანთან. აი რატომ კითხულობ გაზეთში? ჩვენ საუბრობთ 82 საჰაერო დესანტზე. ჩვენ საუბრობთ ამ სპეცდანიშნულების ძალებზე და სხვადასხვა სამხედრო სამსახურებზე და ასე შემდეგ. ის არ საუბრობს რეგულარული არმიისა და ქვეითების ასობით ათასით გაგზავნაზე. ის ადამიანები, რომლებზეც ის საუბრობს, ის დანაყოფები, რომლებზეც ის საუბრობს, ისინი სპეციალიზებულები არიან. და კიდევ ვიცით რა? მასოვს ჩემი რეიგანის ადმინისტრაციაში მუშაობის დროიდან. მათგან ბევრი სწორედ ასეთი მომენტისთვის არის მომზადებული. რომ გამდიდრებული ურანი უსაფრთხო კონტროლის ქვეშ მოაქციონ. მათგან ბევრი სწორედ ასეთი მომენტებისთვის არის მომზადებული. ეხლა ბევრი ამტკიცებს, რომ ეს აშკარად სიგნალია. პრეზიდენტმა ესტრა, რომ დაარწმუნა ამერიკის საზოგადოება იმაში, რაც მალე მოხდება. ეხლა მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ როცა ასეთ სიუჟეტს უყურებ, უბრალოდ ნაკლებად მჯერა, რომ აშშ-ში ურანის ხელში ჩაგდებას ეცდება. აი რატო? მხოლოდ ერთი ობიექტია, სადაც სახმელეთო ძალებს მოუწევთ შესვლა, და ეს არის ესპაჰანის ბირთვული ობიექტი. და გამოიცანით რა, ამ სიუჟეტს მხოლოდ ჩვენ არ ვუყურებდით. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, ირანელებიც უყურებდნენ მას. და რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ირანელებმა არ იცოდნენ, რომ აშშ-ის ძალები ფიქრობდნენ იმ ურანის დაღებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს უკვე იცოდნენ. და დარწმუნებული ვარ, ამერიკელი მეთაურებიც იციან, რომ ირანმა ეს იცის. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ირანი ცოტა უფრო დარწმუნებულია, რომ რაღაც ნამდვილად მიემართება იმ ბირთვული ობიექტისკენ. და ეს მას ძალიან მარტივ სამიზნედ აქცევს მახეების დასაგებად. რაღაც ისეთი, რაც დისტანციურად გააქტიურდება, როცა ამერიკული ძალები მივლენ. ეხლა შეიძლება ძალიან ბევრ CIA-ს შოუს უყურებ, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ ჩემთვის ასე ჩანს. როცა პრეზიდენტი საჯაროდ მიანიშნებს რაღაცაზე, ირანის ძალები ალბათ მახეს დააგებენ. და კიდევ ერთხელ, მე არ ვამბობ, რომ ირანის ძალებს შეეძლებათ ელიტარულ ძალებთან ბრძოლა, რომლებიც შევა. სულაც არ. მაგრამ ძალიან რთული არ იქნებოდა ისეთი მახის დაგება, რაზეც ირანელები დაიმეტებოდნენ. არა აუცილებლად იმისთვის, რომ ბრძოლა მოიგონ, არამედ უბრალოდ ძიმე დანაკარგები მიაღენ. და მგონია, რომ ამას ამერიკელი მეთაურებიც გაიგებდნენ. ისინი ნებაყოფლობით არ გააგზავნიდნენ ამერიკის ელიტარულ ძალებს ისეთ რამეში, რასაც მტერი ელოდება. სინამდვილეში თუ უბრალოდ დაუბრუნდებით ვენესუელას, რაც წლის დასაწყისში მოხდა, ყველამ იცოდა, მათ შორის ვენესუელის ძალებმა და მეთაურებმა, რომ კარიბის ზღვის რეგიონში ძალების თავმოყრა მიმდინარეობდა. ასე რომ რაღაც მზადდებოდა. მაგრამ არავინ იცოდა ზუსტად, რომ ოპერაცია ვენესუელის დიქტატორის ფაქტობრივი გამოყვანა იქნებოდა. იცით, ეს მაინც სიურპრიზი იყო და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დაეხმარა აშშ-ის ძალებს ოპერაციის განხორციელებისას. ასე რომ არ ვამბობ, რომ სახმელეთო შეჭრა არ იქნება. ყველაფერი, რასაც ვამბობ, ისაა, რომ ალბათ ნაკლებად სავარაუდოა ესპაჰანი იყოს, რადგან ირანელები მზად იქნებიან. და აშშ-ს ჯერდება აქვს სხვა ვარიანტები. მათ შეუძლიათ შეუტიონ კარგის კუნძულს, რომელსაც ირანი იყენებს ნავთობის 90%-ის ექსპორტისთვის. ან შეუტიონ ლარაქის კუნძულს სრუტეში. ან იქნებ სრუტის სხვა წერტილებს, რომლებზეც არავინ ფიქრობს. სიურპრიზებისთვის ჯერ კიდევ არის ადგილი. სინამდვილეში, სწორედ დღეს დილით ირანის პარლამენტის სპიკერი გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიაში და ირანის საზოგადოებას უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია აშშ-სთან გრძელდება, მას გონია, რომ აშშ ფარულად გეგმავს სახმელეთო შეჭრას. და ვფიქრობ, ის ამას ალბათ იმ ჯარების გადაადგილებაზე გულისხმობს, რაც რეგიონში ხდება. და ამას გარდა, ის ამბობს, რომ ირანელი ჯარისკაცები მზად არიან და ელოდებიან ამერიკელ ჯარისკაცებს, რომ ისინი ირანის მიწაზე შევიდნენ და მათ მიხედონ. რა თქმა უნდა გვახსოვდეს, რომ მას აქვს мотиваცია გაადიდოს სახმელეთო შეჭრის რისკი, თითქოს აშშ-ს სახმელეთო შეჭრა ახლოვდება. რადგან თუ ის ქვეყნის შიგნით აუდიტორიას ესაუბრება, უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ირანს მალე შეიჭრებია. ამიტომ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხლა ფიქრობს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლაზე, შეიძლება ეს კარგი არჩევანი არ იყოს. და ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს. ირანის ხელმძღვანელობა კვლავაც ძალიან შეშფოთებულია პროტესტების განახლების შესაძლებლობით. და ამასაც მალე შევეხებით. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, სწრაფად გადავხედოთ, როგორ ამაგრებენ კარგის კუნძულს, რომელიც აშშ-ს სახმელეთო ოპერაციის ერთ-ერთი შესაძლო წერტილია. აი, მეტი დეტალი. უნდა მოვახდინოთ ამერიკული სახმელეთო შეჭრა. აი რას ეუბნებიან წყაროების CNN-ს დღეს. ისინი ამბობენ, რომ ირანი აქტიურად ემზადება კარგის კუნძულის შეჭრისთვის. ეს არის ის 8 კვადრატული მილის კუნძულის ზემოთ. დაიღუპება ირანის სანაპირო, რომელიც ექსპორტზე აგზავნის ქვეყნის ნავთობის თითქმის 20%-ს. ასე რომ ცხადია, ეს ცენტრალურია. ჩვენ მივედით იმაზე, რომ ტრამპი დიდი ხანია საუბრობს შეჭრაზე, ახლატი ხაფანგები, რომლებიც ჩვენ გვესმის, ეს არის CNN-ის რეპორტაჟიდან. ქვეითსაწინააღმდეგო და ანტიტანკური ნაღმები.
ჩვენ გვესმის, რომ ისინი განთავსებულია კუნძულის გარშემო და თეირანიც როგორც ჩანს სწრაფად გადაადგილებს დიდ რაოდენობას სამხედროებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ამ კუნძულზე, რომელიც მისი ნავთობის ინდუსტრიის მარგალიტია. ჯერჯერობით ჩვენ გვესმის, რომ ამაში შედის მხარზე დასამაგრებელი, ზედაპირიდან ჰაერში გაშვებადი მართვადი სარაკეტო სისტემებიც. ეხლა ეს ყველაფერი როგორც ჩანს შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ამერიკელი მსხვერპლი, თუ ამერიკის სახმელეთო ძალები შეითრებიან, როგორც აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები და სამხედრო ექსპერტები. და ტრამპის უახლოეს წრეში ზოგიერთი ადამიანი განგაშტეხს და აფრთხილებს მას, რომ იმ კუნძულის დაკავება ჰორმუზის სრუკესთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ეხლა მხოლოდ დრო გვიჩვენებს რა მოხდება. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ზეწოლის ტაქტიკა მოლაპარაკებების დროს. მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველ ჯერზე, როცა აშშ-ს სადმე ჯარები გაუზრდია, როგორც წესი, ოპერაციას ვიწყებთ. არა აუცილებლად ესპაჰანის ოპერაცია, მაგრამ რაღაც, როგორც წესი ხდება. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეა ირანელები შეშფოთებულნი. უფრო კონკრეტულად კი, ირანის ხელმძღვანელობა. და ეს არის პროტესტი, როგორც იანვარში მოხდა. სინამდვილეში ხელმძღვანელობამ ახლახან დაიწყო კამპანია სახელწოდებით ჯანაფა, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაღებას მოხალისეების მოსაზაზიდად. ისინი ამ რეკრუტირების კამპანიას წარმოაჩენენ როგორც მომავალი ისრაელისა და აშშ-ის შეჭრისთვის მზადებას. მაგრამ რეალურად ეს მოხალისეები ამერიკელებთან საბრძოლოდ ადარიგზავნებიან. სინამდვილეში ისინი გამოიყენებიან შემოწმებების ჩასატარებლად. საკონტროლო გამშვები პუნქტები ქვეყნის გარშემო. მიზანია ძირითადად დარწმუნდნენ, რომ არანაირი პროტესტი არ დაიწყება არსად. ირანის ხელმძღვანელობას არ უნდა იანვრის გამეორება. აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად შეშინებულები არიან ისინი. უკვე 30 დღეზე მეტი გავიდა, 700 საათზე მეტი. რაც ირანმა ინტერნეტზე წდომა მთელ ქვეყანაში გათიშა. ეს ნიშნავს, რომ 82 მილიონ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში 2026 წელს ინტერნეტი არ ჰქონდა. ერთადერთი ირანელები, რომლებსაც ონლაინ ხედავთ, ან თეთრ სიმბარათებს იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი მთავრობაში მუშაობენ და აქვთ წდომა სიმბარათზე, ამიტომაც შეუძლიათ გარე აუდიტორიას ესაუბრონ და ფაქტობრივად ირანული პროპაგანდა გაავრცელონ. ან არის ძალიან მცირე ნაწილი ირანელებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ Starlink-ი და შეუძლიათ გამოიყენონ ისე, რომ უსაფრთხოების ძალებმა არ დააკავონ ისინი და ზოგჯერ არ დასაჯონ სიკვდილით, მხოლოდ იმის გამო, რომ Starlink-ი აქვთ.